გამარჯობა. წიგნის უზარმაზარი მაღაზიიდან მოგესალმებით. სეირნობისაც შემომხვდა გზად. ერთი იუთუბერი გოგოა იტალიელია და წლებია ვუყურებ. ხოდა ყოველდღიურ ვლოგებთან ერთად აქვს ენის გაკვეთილებიც. წიგნი გამოვხილე, რომელიც ძალიან მაინტერესებს და რადგან ეს უზარმაზარი მაღაზია, ვიფიქრე, რომ იქნებ აქ იყოს თქო. ხოდა დავდივარ და ვეზებ. თან თვალი შევავლოთ. სარდულიც არის. როგორც იქნა მოვაგენი. მოკლედ ვაკი კონკრეტული წიგნისთვის შევედი, მაგრამ უზარმაზარი მაღაზია დამხვდა. ანუ ინგლისურ ენაზე აქვს წიგნები. უმეტესობა იტალიურად არის, მაგრამ ინგლისურადაც არის დაწყებული ენიდან დამთავრებული ლიტერატურით და თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, საკმაოდ ტურისტულ ადგილას არის, შემოგხვდებათ და გაჩვენებთ. ანუ აი რუკაზე რო ჩაწეროთ, აქ არის ის ცნობილი ადგილი, სადაც იულიუსი მოკლეს, ლარია საკრა დი ლარგო არჯენტინა. ზუსტად მოპირდაპირე მხარეს აქ არის გაჩერება ავტობუსის, ფერმატა დი არჯენტინა და აქ არის წინ მაღაზია, რომელსაც ქვია ლა ფელტრინელი. ქალაქში გამოვედით მე და დათო სასეირნოთ და გვინდა რომ მოვინახულოთ მონატრებული ადგილები. მაგრამ თან მინდა რომ ისეთი ადგილიც ვნახოთ, რომელიც აქამდე არ მინახავს. გზად გვხვდება ერთი ადგილი, რომელსაც ქვია გალერია სპადა. ამბობენ რომ ისეთი ეზო აქვს, რომ მითოლოგიური ქანდაკებებით ცოცხლდება მთელი რენესანსი და მერე შეკითხრაში ყოველ სასახლეში მთელი ბაროკო ცოცხლდება და მთელი ამბებია. ყოველი თვის პირველ დღეს თან უფასოა ამ გალერეაში შესვლა და თუ ბევრი ხალხი არ იქნება დამარტივად, რატომაც არა. შესასვლელი. როგორც კი ქუჩიდან შემოვედი, ესეთი შიდა ეზო აქვს, სადაც ზემოთ არის მე-16 საუკუნის რომის ძალიან ლამაზი ფასადები. რომის ცნობილი გმირები და იმპერატორები არიან. 4-ვე კედელზე ასეა ქანდაკებები. ძალიან ლამაზია. ბოლოს უნდა შევიდე აი ეგ შიდა ეზოში, სადაც ეს ხალხია, სადაც ძალიან საოცარი რაღაც უნდა იყოს წესით. აქ რეალურად ის ნახოც მინდა, არის ის, რომ ამ სასახლის პირველ სართულზე არის ბაროკოს ნახატების ცნობილი კოლექციები და ეგ მინდა რომ ვნახო. მოკლედ აქ არსებულია მომრავი ნახატიდან, ჩემთვის ბევრი მხატვარი არ არის ცნობილი, მაგრამ აი ყველაზე ნაცნობი რომელიც არის ტიციანი, მაგას ვეძებ ახლა. ეს არის ტიციანოს მუსიკოსის პორტრეტი. აი აქედან რომ შემოდიხართ, აქ არის ბაღი, სადაც ბორომინის პერსპექტივაა. ანუ ეს არის რაღაც სიგიჟე. აი ეს ქანდაკება, რაც აქედან ჩანს, ან ცოცხალი თვალით, კამერაში კიდევ უფრო პატარა ჩანს. თხად ჩემი სიმაღლე თუ არა, თითქმის ჩემი სიმაღლე მგონია. და სულ რაღაც 90 სანტიმეტრია. ანუ რანაირად. ბორომინი არის ძალიან ცნობილი არქიტექტორი იტალიაში და ფაქტია, რომ არ ვიცი, რაღაც საოცარ მეთოდებს ეყენებდა. აი კამერაშიც კი გრძელი დერეფანი და დიდი ქანდაკება ჩანს, მაგრამ სინამდვილეში 90 სანტიმეტრი ყოფილა. ზუსტად რამდენიმე წუთში გამოვედით კამპო დეი ფიორიზე. ბაზრობა იმართება, სადაც შეგიძლიათ დილით თუ მოხვალ, ოღონდ დილით
იყიდო ძალიან ბევრი პროდუქტი, საჭმელი, სასმელი პროდუქტი, რა ვიცი, ძეხვეული, მაგრამ ეხლა მოვედით საღამოს და ანუ სანაგვეა ძალიან არეულობა და ძალიან ბევრი, ანუ რამდენიმე ნაგვის მანქანაა მოსული, რომ დაასუფთავ საქაურობა, რა ძალიან ჭირდება ეხლა ყველაფერს. აქ უკვე ეს ყველაფერი რომ მილაგდება საღამოს ძალიან ბევრი კაფე-რესტორნებია და მიდის აქ გულაობა. ყველა საინტერესო ამბავი აქ ის არის, რომ დილით ხო იმართება ბაზრობა, დადიან ტურისტები, ხმაურიანია, საღამოსაც არის სიცოცხლე და მთელი ამბები. მაგრამ ამ ყველაფერს უკან არის მეორე ამბავიც. ეს არის ის მოედანი, სადაც სიკვდილით დასაჯეს ჯორდანო ბრუნომ. კათოლიკურმა ეკლესიამ ხო ეროტიკოსობაში დასდობრალი ციხეშიც იყო და საბოლოოდ კოცონზე დაწვეს. და სწორედ ამ ამბავს ეძღვნება აი ეს ქანდაკება ამ მოედანზე. სხვათა შორის ერთადერთი თუ ერთ-ერთი სისვიათი მოედანია მთელ რომში, სადაც ეკლესია არ არის. ანუ ყველა მოედანთან არის ეკლესიები, მაგრამ ამ მოედანთან არ არის. ქანდაკების ქვემოთ არის სცენები, რომლებიც ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებიდან ასახავს გარკვეულ მომენტებს. მოვიდა დრო გემრიელი ტირამისუც ჭამო. თუ საიზის გვია ახლა იმართოს სადაც შევჭამ და მომინატრა ფისტაშკის ტირამისი. ოპ, რიგი ღმერთო. გახსოვს რა ცოტა ხალხი იდგა ხოლმე რიგში აქ? აი რას ნიშნავს, როცა ადგილი გაბარდება ტურისტებში. Grazie. Ciu. ძალიან გემრიელია, მაგრამ ჩემთვის მაინც ტყილია. ეს არის დიდი ზომა, რომელიც ყირს 4 ევრო და აქვს პატარა ზომა, რომელიც ყირს 3 ევრო. ჩემთვის უგემრიელესია, უბრალოდ ტკბილია. არ მიყვარს ესეთი ძალიან ტკბილი როა. ეს თუ საიზი არის პიაცა ნავონოდან ზუსტად 2 წუთის გზაზე. იქ იმდენად გადაჭედილია ყველაფერი, რომ ანუ როგორც რიგია ძალიან დიდი, ისე ის პატარა ქუჩა, ვიწრო ქუჩაა ძალიან და გადავსებულია 2 წუთის გზაზე გამოვხვალ და პიაცა ნავონაზე გემრიელად მიირთმევ. პიაცა ნავონას კამებით სავსეა. ამიტომ მოდი ჩამოვსხენით. შემოვიარეთ სუპერმარკეტში, სადაც დავდიოდით ხოლმე და რაღაცეები უნდა ავიღოთ სახლისთვის. ფარს ვიღებ 3 ევრო და 64 და რამდენი გრამია. 9 კილო ფარში. მიუხედავად იმისა, რომ ცირდება და უკმაყოფილო არიან თვითონ იტალიელებიც და არ აქვს საქმე რა ამათაც მოსაწონად. ამის ფონზე მაინც როგორი იაფია მათ ხელფასთან შედარებით. აი ევრო-დოლარში გადაყავთ ხოლმე, მაღაზე საერთოდ არ ვიცი, კომენტარიც არ უნდა გააკეთო, ანუ თუ 2 ევროიან პროდუქტს ამოფროებს ლარიღებს, მაშინ უნდა მიხვდე, რომ 800 ევრო ხელფასი, 1500 ევრო ხელფასიც 3-ზე უნდა გაამრავლო. მაგრამ არა, პირდაპირ გადაყავთ ხოლმე და ნუ ჩემი 1500 ლარიანი ხელფასით ეს მაინც 6 ლარი გამოდის, საქმეც მაგაშია. 1500 ევროიანი ხელფასით თუ ყიდულობ 2 ევროთ ყველს, ჩვენთან თუ ამოფრო 6 ლარია ყველი, მაშინ 1500-ს 4500 ლარით უნდა ყიდულობდე 6 ლარიან ყველს, მაგრამ არა, 1500 ლარით ყიდულობ, სიგიჟეა. ყველაზე გემრიელუდი რომელიც არის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვსვამდით, აღმოჩნდა ფასტაკლებაში და ერთი ცალიც კი აღარ დაგვდა. ამიტომ დღეს დავლებთ სხვა ლუცს, კლასიკურ, ყველაზე პოპულარულ პერონის ლუცს, რომელიც რა ღირს ევრო და 40 ღირს. ეს არის ყველაზე ისეთი რა, გავარდნილი და ჩვეულებრივი და პოპულარული და ყველასთვის მოსაწონი და დასალევი ლუდი მოკლედ. და სხვა დროს ვიყიდით იმ გემრიელ ლუდს, რომელიც არის იკონუზა. სარდინიული ლოგო აქვს და არის ძალიან გემრიელი. მე ლუდის დიდი ფანი ზოგადად არ ვარ, მაგრამ ეს არის ლუდი, რომელიც მართლა მომწონდა.
მაშინ აქვს ხელით მოსკობილი ყველაფერი. ხო და ავიცაც მიადგა. გაცილებით მარტივი ჩანდა. უკვე ალბათ რამდენიმე საათია, 2-3 საათია ვაკეთებთ. პირველი პირი კი მალე გაშრა, რასაც უყურებ, მაგრამ აშკარად მეორე პირის სჭირდება. როგორც იქნა დამთავრდა. სკამები გავაკეთეთ და მერე ბიჭები მოვიდნენ და მაგიდაზე გვიშველეს. შრება ეხლა. ვაიმე, ძალიან დიდი დრო წაიღო, მაგრამ ლამაზი გამოვიდა. საათისანი უნდა დაიწყოს, ეგ ოთახი ჯერ მოსაწესრიგებელია, ცოტა ხელი შეეძლო შერემონტდა და ამ ეტაპზე ვერ ვიხილავ სრული დატვირთვით და ესთეტიკით. მაგრამ შემდეგ ჩამოსვლაზე აი ამ მაგიდაზე და ამ სკამებთან უნდა მივირთვა რამე, რომ თქვა, რომ ღირთ დაესწვალება თქვა. რეკაპუცული ვარ. ეხლა მოწესრიგდები მოსაღამო და გავისეირნებ სადმე. ხვალ უკვე ბრუნდები თბილისში. ეს არის გალერეა შარა. ტრევის ფონტანთან რომ მაკდონალდსია, მაგის უკან არის. ძალიან ლამაზია. ყოველთვის ყველაზე ცოტა ადამიანი, აი რამდენჯერაც აქ ყოფილვარ, დგას ხოლმე ერთ კონკრეტულ წერტილს, სადაც ძალიან კარგი რაკურსია. აი ტრევისთან აქ არის არკა, საიდანაც გამოდიხარ და მაგის მოპირდაპირედ, აი ამ ნაწილში ყოველთვის ცოტა ხალხი დგას. აი ამ არკიდან რომ გამოდიხარ, აი აქ ახლა ჩვეულებრივად მივალ და გადავიღებ. ჩვეულებრივ აქ ყოველთვის სავსე იყო ხოლმე, მაგრამ აი ძალიან ცოტა ხალხს უშვებენ ქვემოთ. ესეთი ფორმით ჩაცმული ადამიანები იქ დგანან და აკონტროლებენ ადამიანების რაოდენობას. სიმართლე რომ თქვა, არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არის ასე, რომ რაღაც რაოდენობის ხალხს უშვებენ. თუ ვინმე განმანათეთ მაინტერესებს. ესე იგი, როგორც აღმოჩნდა, ყოველდღე 9-დან 9-მდეა და ორშაბათს დაბარასკევს 12-დან 9-მდე. დღევანდელი ბოდიალი სრულდება ესპანურ კიბეებზე. დღეისთვის საკმარისია და აქაც კარგი იქნება საღამოს დასრულება. გემრიელი, აი მე როგორც მიყვარს ისეთია. ჩემს საყვარელ ჯელატერიაში მოვედით ნაყინი საჭმელად და ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ ყავას აქ აკეთებდნენ, რაც კი გამისინჯავს რომში. მიყვარს ეს ადგილი თან, სადაც ვცხოვრობდი, ჩემს სახლთან ახლოს არის, 2 ქუჩით ქვემოთ არის და სასეირნო ქუჩაა აქ მთელ ჩაყოლებაზე. გაისეირნებ გემრიელ ყავას ძალევ. მართალია იტალიელები უმეტესად დილით საუზმეზე მიირთმევენ კაპუჩინოს და თუ მოგვიანებით უკეთავ ეგრევე ინგლისურად გიწყებენ საუბარს. ეხლაც რა შევუკეთებ, უთხრა რომ კი ვიცი რომ გვიანია, მაგრამ თუ შეიძლება კაპუჩინოს ავიღებ თქვა და არა როცა გენებოთო ეს მხოლოდ ლეგენდა, როცა გინდათ მიირთვითო, მაგრამ ნუ რეალურად მაინც არატიპიური საქციელია იტალიელებისთვის, რომ აი კაპუჩინო მიირთვა რაღაც დღის მეორე ნახევარში საღამოს, ნუ სადღაც ალბათ 11-12 საათის მერე. ემოციები დატვირთული ბრუნდები თბილისში და სხვათა შორის კარგი ამბით მინდა დავასრულო ჩემი ვლოგი. ჩემი ვიდეოების ნახვის მერე და მოგზაურთა კლუბშიც მეწერა 1-2 პოსტი, რომლის ნახვის მერეც ბევრი ადამიანი მწერდა ხოლმე და დღემდე მეკითხება, თუ არ გვირჩევს სასტუმრო, სად შეიძლება დავრჩეთ. უკვე თამამად შემიძლია სრული პასუხისგებლობით გირჩიოთ ადგილი, სად შეიძლება დარჩეთ რომში, კარგუბანში, მშვიდუბანში, ტრანსპორტთან ახლოს, მეტროსთან ახლოს, ან თუნდაც ტრანსფერები აეროპორტიდან და აეროპორტისკენ. სულ რო უხერხულად უარს გეუბნებოდით და ვერ გირჩევდით მაინც და მაინც, ეხლა უკვე შემიძლია გირჩიოთ და თუ დაგჭირდებათ, მომწერეთ. ასეთ მშვიდ ნოტაზე დავასრულებ ჩემს ვლოგს და მეორე კარგი ამბავი ის არის, რომ მოკლედ რაც აქამდე არ იყო, ყველაფერი ასე უნდა ავინაზღაურო. ძალიან კარგი კონცერტზე ვაპირებ წასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ რომში მალე დავბრუნდები და ამაზე უკვე გავაგზავნებთ მოგვიანებით. კარგად!